მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ, რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, 12 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით. მეგობრებო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საჯარო გაშლები არ გამოდიოდა ინტენსიურად, იმიტომ რომ გარკვეულ საქმეებში ვიყავი და ახლა დაგიბრუნდით, ახლა ვეცდები ძალიან ინტენსიურად გამოვუშვათ თქვენთვის ინფორმაცია, საჯარო გაშლები და მოდით დავიწყოთ ახლა და ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. გაშლა გვექნება სულ ორ ვარიანტიანი და დღეს მინდა გავაკეთო ოდნავ არაჩვეულებრივი საჯარო გაშლა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გავაკეთებთ არჩევანს ბეჭდებით. პირველი ვარიანტი აი ასეთი ბეჭედი გვაქვს და მეორე ვარიანტი ასეთი ბეჭედი. იმედი მაქვს კარგად ჩანს. ვცდილობ კარგად გამოვაჩინო. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი. დავალაგებთ ასე, დავალაგოთ. რომელიც მეტად გეძახით, რომელიც მეტად გიზიდავთ, ის აირჩიეთ. და ვნახოთ აბა, რა ელოდება 12-დან 19 იანვრის ჩათვლით პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. აირჩიეთ ბეჭდები მეგობრებო. თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში აუცილებლად. მეგობრებო, ერთადერთი დღე, როდესაც არ ვმუშაობ ხოლმე არის მხოლოდ და მხოლოდ 2 იანვარი. ძალიან ბევრმა თქვენგანმა მომწერა ხომ არ აღადგინე გაშლებიო. გაშლები აღდგენილი იყო 3 იანვრიდან, ამიტომაც არ მოგერიდოთ, მომწერეთ მსურველებმა. კარგით, ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც ამოირჩია ასეთი მზიანი ზედამთვარე არის გამოსახული ამ ბეჭედზე. ნახოთ აბა, თქვენ რა გელოდებათ და ამოვიდა არკანი თასების რვიანი, მეგობრებო. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება უფრო თვითშემეცნებითი და ნახეთ აქ როგორ რაღაცას ვხედავ, აი ეს უკან რაც ჩანს არის თქვენი ქვეცნობიერი, აი ეს ტალღები, პატარა ისეთი გორები, ხო? წყალში. ეს ყველაფერი არის თქვენი ქვეცნობიერი, თანაც ნახეთ მთვარე იქ რა ლამაზად არის გამოსახული. ხოლო ეს შენობა, რაც გვაქვს წინა პლანზე, ეს არის თქვენი ცნობიერი. ზოგადად ცნობიერი და ქვეცნობიერი სხვადასხვა ინფორმაციას ატარებს ხოლმე, ქვეცნობიერი ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას ატარებს ხოლმე, რა თქმა უნდა, ქვეცნობიერში ძალიან ბევრი ინფორმაცია, ძალიან ბევრი ემოცია, გრძნობა არის ხოლმე შენახული, ხო? და თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა იქნება ამ კუთხით ცოტათი გაორებული, იმიტომ რომ ერთის მხრივ თქვენ ეცდებით რომ დაიჭიროთ თქვენი ცნობიერი, ეცდებით რომ გაანალიზოთ რაღაცეები, დაუფიქრდეთ რაღაცეებს, მაგრამ მეორეს მხრივ იქნებით ერთგვარი ასეთი დამკვირვებელი თქვენს ქვეცნობიერზედაც. ხვდებით ხომ? მაგრამ ნახეთ, ამ სურათზე გოგონას აქვს შემოტრიალებული თავი ჩვენკენ, ანუ მაყურებლისკენ. ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი რომ არ უნდა გაექცეთ თქვენს ქვეცნობიერს, არ უნდა გაექცეთ თქვენს ქვეცნობიერულ შიშებს, ემოციებს, რაღაც ისეთ ფიქრებს. ხვდებით ხომ? კი არ უნდა გაექცეთ, არამედ უნდა შეისწავლოთ ისინი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახოთ აბა, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი კვერთხების 9-იანი, არკანი პენტაკლების 7-იანი, იმპერატორი კაცი, პენტაკლების 9-იანი და არკანი იმპერატორი ქარი. პირველ რიგში აღსანიშნავი არის ის, რომ თუ რაიმე სახის გარკვეული ფინანსურ, მატერიალური პრობლემები გქონდათ ახლო წარსულში ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება, თანაც ნახეთ დასტის ძირზე მაქვს თასების 9-იანი. აუცილებლად მოგვარდება, აუცილებლად დაინახავთ თქვენთვის სასურველ შედეგს ფინანსების თვალსაზრისით. მაგრამ ნახეთ, ეს ცოტა უფრო მეტად კვირის ბოლოსკენ მოდის, ან კვირის შუა პერიოდში, როდესაც თქვენი ფინანსური ენერგია მძლავრდება, მოდის უფრო მეტი ფინანსური კომფორტი, ფინანსური თავდაჯერებულობა, სიმყარე, სტაბილურობა, მაგრამ კვირის დასაწყისში უფრო ისეთ ენერგიებში იქნებით, სადაც გიწევთ აი მეტი ფიქრი ისეთ რაღაცებზე, რაც დიდად შეიძლება არ გსიამოვნებდეთ. მაგრამ მეგობრებო, ნახეთ, ზუსტად აქ იწყება მაგიური ცნობიერის გაზრდა. ზუსტად იქ არის მაგიური ცნობიერის ზრდის წერტილი და ზოგადად თვითგანვითარების წერტილი, სადაც ჩვენ გვეშინია ხოლმე რომ ჩავიხედოთ. ხანდახან ძალიან საჭირო არის ის, რომ საკუთარ თავს დავუსვათ ის შეკითხვები, რომლებზედაც გვეშინია პასუხის გაგების. მაგალითად, რატომ მეშინია ამ სიტუაციის, რატომ მატრიგერებს კონკრეტულად ეს ადამიანი ან კონკრეტულად ეს სიტყვა.
ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება თვითშემეცნებითი, განსაკუთრებით დასაწყისში, ცოტა მელანქოლიური განწყობაც კი შეიძლება იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავდი, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან ძალიან მალევე და უკვე კვირის ბოლოს იქნებით ასეთ ნაყოფიერ ენერგიებში, გარკვეულ სიტუაციაში სხვათა შორის იპოვით ჰარმონიას საკუთარ თავთან, აქ მოდის მეტი თავდაჯერებულობა. ნახეთ, იმპერატორი კაცი და იმპერატორი ქალი ამოვიდა. აქ იმასაც კი არ გამოვრიცხავდი, რომ წყვილი შეიძლება შედგეს, ან თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან, თქვენთვის ძალიან შესაფერის ადამიანთან დაიწყოთ კომუნიკაცია, ან ჩააღრმაოთ, ხო? სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით შეიძლება იყოს აქ მეტი სიღრმისეულობა, მეტი კომფორტი, მეტი დაცულობის შეგრძნება. იმიტომ რომ ისევ და ისევ იმპერატორი კაცი და იმპერატორი ქალი. მეტი ურთიერთგაგება, მეტი ბალანსი ურთიერთობაში, მეტი ჰარმონია. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და მოდით ახლა ჩვენ გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვინც ავირჩიეთ, ნახოთ აბა თქვენთან რა ხდება, ვინც ამოირჩია აი ეს ბიჭედი. არკანი მზე. მზე ყოველთვის არის მეგობრებო ჩვენი ცნობიერი, ჩვენი ეგო, ჩვენი მატერიალური ასპექტები, ჩვენი ჯანმრთელობა, ფიზიოლოგიური მდგომარეობა, სქესობრივი კავშირებიც თქვენ წარმოიდგინეთ, ორსულობასთან დაკავშირებული საკითხებიც. არკანი მზე ამ ერთი კვირის განმავლობაში მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ იქნება საკუთარი ეგოს შესწავლა, მოდით ასე ვიტყვი, იმიტომ რომ აქ ხედავ ძალიან ძლიერ კავშირს საკუთარ ეგოსთან. და ნახეთ, ძალიან ბევრი ცრუ სწავლებები არის, პირდაპირ ვიტყვი, იმასთან დაკავშირებით, რომ აი საკუთარი ეგო უნდა მოკლო, უნდა გაანადგურო, უნდა გადააგდო, არ ვიცი, უკაცრავად, მაგრამ ყოფა უნდა უტირო და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ასეთი ინფორმაცია არის თანამედროვე ბრჭყალებში, ეზოთერიკაში, მაგრამ ეს ყველაფერი არის სისულელე. და სისულელე რატომ? სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერს და აბსოლუტურად ყველას აქვს თავისი ადგილი. ყველაფერი ხდება რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, ხო? დუალიზმით საჭირო არის კი ბატონო, მაგრამ იცით, სამყაროში ყველაფერი ასე ნათლად შავად და თეთრად არ იყოფა. რაღაცეები არის საჭირო, უბრალოდ რომ იყოს გარკვეულ ბალანსში. და ნახეთ, ეგო და ეგოცენტრიზმი განსხვავდება ძალიან ერთმანეთისგან. გასაგები არის, რომ ეგო ხშირად არის ჩვენი სუსტი წერტილი, ეგო არის ის, რაც ხშირად გვასუსტებს, გვაშტერებს სადღაც, ხო? გასაგები არის ეს ყველაფერი და კი ბატონო, ამას უნდა ვებრძოლოთ არა, მაგრამ უნდა დავამუშაოთ საკუთარ თავში, შესაბამისი შეკითხვებით, შესაბამისი სადღაც პრაქტიკებით, შესაბამისი ქმედებებით, მაგრამ ეგოს არსებობა გარკვეულ დონემდე არის საჭირო. ზოგადად ისეთი რაღაც, როგორიც არის ეგოს სიკვდილი, პირდაპირ ვიტყვი, შეუძლებელია, იმიტომ რომ ეგო არის გარკვეულწილად ჩვენი გადარჩენის მექანიზმი. გავიმეორებ გარკვეულწილად, ამიტომაც გარკვეული დოზით ეგოც არის საჭირო, თქვენ წარმოიდგინეთ. დიახ, ასეა. და თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში სამყარო ძალიან ნათლად დაგანახებთ, სად არის თქვენი ეგოს სუსტი მხარეები, სად უნდა დაამუშაოთ თქვენი ეგო, სად უნდა გათიშოთ, სად უნდა ჩართოთ პირიქით. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახოთ. არკანი პენტაკლების 4-იანი და არკანი პენტაკლების 2-იანი. შეხედეთ, აქ მე ვხედავ ასეთ სიტუაციას ეგოსთან დაკავშირებულს ისევ. შეხედეთ, გოგონას უჭირავს პენტაკლები და აი იცით როგორ მდგომარეობაში არის. ეგოცენტრიზმის ისეთ მდგომარეობაში, სადაც არც ჩემთვის მინდა რაღაც. პირობითად, არ ვიცი, ფინანსური ენერგია, ან კონკრეტული ადამიანიც კი შეიძლება იყოს აქ, ხო? არც ჩემთვის მინდა, მაგრამ არც სხვას არ მივცემ. მარტო ჩემი ორბიტის ირგვლივ უნდა იტრიალოს კონკრეტულმა ადამიანმა ან კონკრეტულმა ასპექტმა, მაგრამ ახლოსაც არ მიუშვებ. არც ჩემთვის მინდა, მაგრამ არც სხვას გავცემო. აი რაღაც ასეთ ენერგიებს ვხედავ და ნახეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში ცოტა ასეთ ენერგიებში იქნებით, ამ კუთხით დაგანახებთ ზუსტად სამყარო თქვენი ეგოს სუსტ მხარეებს. დაგანახეთ, სად უნდა გავუშვათ მეტი ენერგია, სად უნდა გამოვუშვათ პირიქით. იმიტომ რომ
კარგად უნდა დაფიქრდეთ რაღაც რატომ არ გინდათ. აი მაგალითად კონკრეტული ადამიანი არის, ხო? დავუშვათ, თქვენ ხართ გალბატონი და თქვენს ირგვლივ ტრიალებს კონკრეტული მამაკაცი, რომელსაც გააჩნია თქვენთან მიმართებაში სიმპათია, მაგრამ თქვენ მასთან ყოფნა არ გინდათ, ხო? თუმცა ეგრევე ეჭვიანობას იწყებთ, როდესაც სხვა ქალის არსებობა ახსენდება. რატომ ხდება ეს? სადღაც ყურადღება დაკაკლდათ შეიძლება, ხო? სადღაც აღიარება. აი ასეთი რაღაცეები უნდა შეისწავლოთ. და ამ ერთი კვირის განმავლობაში სამყარო ამაში აუცილებლად ხელს შეგიწყობთ. ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსური ენერგია მოდის თქვენთან თავდაპირველად ინტენსიურად და სტაბილურად, მაგრამ ნახეთ, აქ მოდის ფინანსური ენერგიის იცით ასეთი პატარა დისბალანსი, ცოტა ყურადღებით უნდა იყოთ საკუთარ ფინანსურ ენერგიასთან. ცოტა უფრო რაციონალურად უნდა განსაზღვროთ იგი, იმიტომ რომ ერთის მხრივ არც ზედმეტად ეკონომიურად უნდა იყოთ განწყობილი, ანუ ისიც არ არის კარგი რომ დავუშვათ ფინანსური ენერგია, მე არ დავკარგო ყველაფერი თითო კაპიკი, ყველაფერი გადავინახო და არ ვიცი, ცხოვრებაში აღარ შევეყო, ხო? არც ერთი უკიდურესობა არ არის კარგი, მაგრამ არც ისე უნდა იყოთ, რომ აი ჯანდაბას მე რაღაცა იქნება, რაღაც გამოსწორდება, ვიღაც დამეხმარება, ის იქნება და მოდი თამამად დავხარჯავ, მოდი თამამად, არ ვიცი, წავინებივრებ საკუთარ თავს, ბალანსი მეგობრებო, ბალანსი დაიმახსოვრეთ ძალიან კარგად ფინანსებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს იქნება თქვენი გასაღები ფინანსებთან დაკავშირებით ამ ერთი კვირის განმავლობაში. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.